სოფლიოში უნიკალური დათის შოუ იწყება მარტივი და გენიალური რუსთავი ორზე იწყება სოფლიოში უნიკალური დათის შოუ იწყება მარტივი და გენიალური რუსთავი ორზე იწყება სოფლიოში უნიკალური დათის შოუ იწყება სოფლიოში უნიკალური დათის შოუ იწყება მარტივი და გენიალური რუსთავი ორზე იწყება სოფლიოში უნიკალური დათის შოუ იწყება ორჯერ იმიტომ ვამბობ რომ ქართველებს ორი ახალი წელი გვაქვს და ბარემ ძულსაც ახლა მოგილოცავთ. საოცარი ფენომენია ის რომ ახალ წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. მარტო ჩვენ გვაქვს გადასაგორებელი. იმდენს ჭამდავს სვამთ რომ მართლაც გადასაგორებელია. აი ერთი უკვე გადავაგორეთ. საუკეთესო წელი გქონდეთ ჩემო ერთგულო მაყურებელო. ყველაფერი რაც კი გაგეგმილი გაქვთ, მაგრად გამოგსვლოდეთ, გაგიმარჯოთ. დალევით ვერ დავლევ. არა, საჭესთან არ ვარ, მაგრამ ბავშვი ვარ. ჩვენ დავლევ ჩვენს მაგრად. რაც მე ტექსტით ვერ მოგილოცეთ, რეზო და ბავშვებს მოელოცოთ სიმღერით. წავიდა ბიჭებო. გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ მე და შენია. იცოდე ამაღა მაგრამ ჩაგეხუტები, იმიტომ რომ დღეს ახალი წელია. გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ მე და შენია. იცოდე ამაღა მაგრამ ჩაგეხუტები, იმიტომ რომ ეს ქვეყანა შენია. იმიტომ რომ შენია და ჩვენია. სტუმარია ჯგუფი ირიაო. უკვე დადა ახალი წელი, სტუმრები ფეხბედნიერი. გაგვილა მასე შოუ. ირიაო, ირიაო, ირიაო. ფოლკი და ჯაზი ერთად, ჰარმონიაში ჩვენთან. ამღერდა დათის შოუ. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ჩვენს გილოცავთ ყველას ახალ წელს, განსაკუთრებით ჩვენს მაყურებელს და მთელ საქართველოს. როგორ მოგეწონა თქვენზე სიმღერა? ვისამღერი. ვისამღერის ბოლო ნაწილი იყო განსაკუთრებით სასიამოვნო. ირიაო, ძალიან კარგია, იმიტომ რომ მადლობა კიდევ ერთხელ რეზოს და ბიჭებს. ასეთი ვერსიის შემოთავაზება. მადლობა. თქვენ ხართ
ჩემი პირველი სტუმრები და ხო მარჯვენა ფეხით შემოხდით. ანუ მეკვლეები. მე როგორც მახსოვს, აი იქ ერთიანი რო წერია მარჯვენა ფეხი და მეც ავხდი და დაიწყეთ. კი. თქვენს ხომ? კი, მარჯვენა თი იყო რა. კი, არ მახსოვს, მაგრამ სავარაუდოდ ასე ვიზამე. როგორც მეკვლეებს მინდა გითხრათ, რომ ეს სეზონი მინდა ისე დავიწყო, რომ მთელი სეზონი, მთელი წლის განმავლობაში ბედნიერება და მაგარი სიმღერა არ მოვაკლოთ ჩვენ მაყურებელს და აი რამე რომ წაგვიმღეროთ. ვიცით რამე? რა, გვეცოდინებ ალბათ. Uns nach Uzadekemesa, Christe ishvavetlemsa ora. Oi, oi, alilo. Oi, oi, alilo. Bravo. ახლა გადავიდეთ თქვენს ჯგუფ ირიაოზე. ბატონო. არც ერთ ღამის შოუში არ ვყართ ნამყოფი და გაჭრა ხო ჩემო შარმო. არა, ეს ხუმრობთ. ისე როგორი გრძნობა ყოფილა ღამის შოუში სტუმრობა? ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როცა ისეთ გადაცემაში მივდივართ, სადაც შეგვიძლია ვიხუმროთ. ერთმანეთს თავისუფლად დაველაპარაკოთ, ვიმღეროთ, მოვისმინოთ კარგი მუსიკა, ბენდი მაგალითად და რა თქმა უნდა, წამყვანთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ ახლა შენთან ვართ სტუდიაში. დიდი მადლობა. როგორ შეიქმნა თქვენი ჯგუფი? დიდი ხნის წინ არ მომხდარეს, ხო 2012 წელს თუ სწორად მახსოვს. ძალიან ბევრი ვიჭიდავეთ დავით მალაზონიასთან, რომელიც გახლავთ ჩვენი ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი. მისი გერმანიიდან დაბრუნების შემდგომ დაჟინებით მოვითხოვდით, რომ რაღაცა ესეთი ეთნო ფიუჟენური, ეთნო ჯაზური რაღაცა გაგვეკეთებინა და ბოლოს ეს გამოვიდა. როგორც ვიცი, ირიაო კლიმანჭულის შეძახილია და რომ არა ირიაო, სხვა რომელი სიმღერიდან ამოარჩევდით სახელს? ისე ხანდახან არის ხოლმე ისე, რომ გვეძახიან ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სახელი. გამოუცხადებიათ კიდევაც კონცერტზე ესე, მაგრამ მე აი უცხოეთში მაგალითად უხე ირიაო მალაიზიაში რო ჩადიხარ, ირიაო ჯერ ვერ არ ყვევენ რა ხდება და მე რომ ვიწყებთ ამის ახსნას, რას ნიშნავს ახლა ირიაო, რომ ეს არის გურული თემატიკა, ეს არის სიტყვა, რომელიც იხმარება კრიმანჭულის დროს ქართულ ხალხურ სიმღერაში. მე გვიწევს ხოლმე იმ კრიმანჭულის ახსნა სიმღერავს, ამიტომ სულ ხსნით ესე. ხო, ირიაო, ალბათ არ ვიცი, ირიაო, ალბათ ურუაო. მე და ჩემი ოჯახი ხშირად ვუსმენთ თქვენს სიმღერებს და მოსმენილი მაქვს ემინემის სიმღერიდან მონაკვეთი რომ ბაღდადურში დაამატეთ. ჩვენი გაგა აბაშიძე, ჩვენი მესამე მომღერალი, აი ესე უცებ რეპეტიციაზე ვისხედით, ხა აბსოლუტურად განსხვავებული მუსიკალური თემატიკაა, ხო? სად ბაღდადური, სად ის ქალაქური, თბილისური, ძველი თბილისის ამბავი და უცებ სად ემინემი, მაგრამ რაღაცა ძალიან მოუხდა და ეს რო სრულდება ხომ ეგ ნომერი ყოველთვის არის რაღაცა განსაკუთრებულად იღებს მსმენელი და რა ვიცი, მე მგონი საინტერესოა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ემინემს უნდა Lose Yourself-ში ბაღდადურის მომენტი დააკეთოთ და თქვენ დაასწარეთ ამისათვის დიდი მადლობა. ჩვენ არ მივეცით უფლება რომ გამოიყენებთ. 2025 წლის ფერი იქნება ყავისფერი, ხოლო სიმღერა კი ირიაოს ბაღდადური. მას ასე ჯგუფი ირიაოს შესრულებით სიმღერა ბაღდადური.
ჩემი აზრით ისე კარგად მღერით, რომ აბსოლუტური სმენა გაქვთ და აი ერთი კითხვა მაქვს. ფრენის დროს პილოტი რომ იწყებს საუბარს. Dear passengers, აი მან რას ამბობს? ხო ეს სრულიად კაცობრიობის დილემაა, მე მგონი. ვერავინ ვერ ამოხსნა აქამდე. ყველაზე მაგარი ის არის, რომ კითხულობენ ხოლმე ამ დაფას. წერია, სხვა ინფორმაცია არა და მე მარტივი. მგონი ჯობია რომ ის დაფა მოვიპოვოთ ერთ დღეს და გავიკითხოთ რა წერია თორე ინტონაციით ჯერჯერობით ვერ ამოგვიხსნია ვერავინ. ვინ არის თქვენთვის მისაბაძე მუსიკოსი და მუსიკალური ჯგუფი? მე რაღაცნაირად აი ბატონ დავით მალაზონიას შემოქმედებას პირველად რომ მოусმინე განსაკუთრებით ძველ ჩანაწერებს დამეთანხმებიან რომ აი weather reports თან ძალიან ახლოს არის და თან ფიუჟენია და ასე შემდეგ და მისაბაძე ჩემთვის ახლა როგორც ბასისტისთვის ნუ ჯაკო პასტორიუსი აი ჩემს კოლეგას რაც ალბათ იგივე ის ექნება შეიძლება მისაბაძე ეს ბენდი და ნუ ეს მუსიკოსი და ეს ბენდი არის მაგრამ კიდე მრავალი მუსიკოსსა თუ ბენდის გავლენა არის ინტეგრირებული ჩვენს ქართულ თემატიკაში რა. თუ ყოფილა რომ მუსიკაში რაიმე ძალიან ექსპერიმენტალურს, რაიმე მიზეზით მორიდები ხართ? სადაც ემინემს არ მოვერიდეთ ბაღდადურში მე მგონი. ეს გავაგზავნებდი ლუკას ნათქვამს რომ იმდენი რაღაც მოусინჯეთ მუსიკაში რომ მე მგონი მოსარიდებელი არაფერი არ. თვალსაჩინო მაილს დევისი აქვს ნათქვამი რომ მუსიკაში მთავარია რას გაბედავ. ну ბედავთ და ვართ ასე თავქუდ მოგლეჯილები. ო, მაგრამ მე გავაგზავნებდი ახლა ამ ამბავს. ირიაოს შემოქმედება თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტული მუსიკა არის, სადაც გამოიყენება ქართული ხალხური სიმღერა, სიტყვა, თემატიკა, ჰარმონია, ჟღერადობა და ასე შემდეგ, რაც თავის თავშივე უკვე გულისხმობს რაღაცა ისეთ ვარიაციულ და ესეთ ექსპერიმენტულ ამბავს, მაგრამ როცა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას ევროპის ჰიმნს გურულად იმღერებ, აი ამაზე მეტი ექსპერიმენტი არ ვიცი. მაგრამ ჩვენ გქონდა ეს მომენტი და ევროსაბჭოს დარბაზში შევასრულეთ ევროპის ჰიმნი, ანუ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალი, თავარი თემა გურულად. ბრავო. ჩვეულებრივი ან საყოფაცხოვრებო ნივთებით თუ შეგიქმნიათ მუსიკა? მთელი ბავშვობა მაგით ვიყავ დაკავებული ფაქტობრივად. მათ პერკუსიული ინსტრუმენტები მიზიდავდა და რასაც კი ხმა ქონდა ყველაფერს ვურტყავდა. ან მე ვოკალზე რო გადავერთე, უკვე აბაზანის თემა იყო რა, იმას ვენტილატორს გავრთავდი და ის ბანს მაძებდა და მე წინ წყაროს ვამოღამებდი. რა, რომელას საკამდე ქონდა ეგ ამბავი. დღემდე. არა, დღეს ორი ხმა აღარ მაკმაყოფილებს, ეხა სამეა საჭირო. თქვენ ეთნოჯაზს ასრულებთ, ხო და როდესაც ჯაზის იმპროვიზაციული ფრაზირების თავისუფლებასა და ფოლკის ტრადიციული მოდალური ჰარმონიების ინტეგრირებას ახდენთ. როგორ ახერხებთ, რომ ინსტრუმენტული პარტიების პოლირითმია და მელოდიური ლინიის დიატონიკური სტრუქტურა ერთად ინტენსიურად წარმოჩინდეს ისე, რომ მუსიკალურ ნარატივს ორგანული მთლიანობა არ დაეკარგოს. ხარჯიმანი ხო არ. მე ვერაფერი ვერ გავიგე. არა ჯიგარი. ეს ეგეთი პასუხი უნდა გავაკეთო. თავისუფალი. ლაპლანდიიდან მოვიდა ცნობა, რომ თოვლის ბაბუას ახალი კრიტერიუმები აქვს საჩუქრის დარიგებისთვის. საჩუქარს შემდეგ წელს მიიღებს ის, ვინც მთელი წელი კარგად მოიქცევა და მოусმენს ირიაოს ლაზურს. მას ასე ჯგუფ ირიაოს შესრულებით სიმღერა ლაზური.
იანვარ 6 იანვრულ კითხვებს. ბევრ ქვეყანაში გქონიათ გასტროლები და შესაბამისად კონცერტიც და რომელი კონცერტი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი? ალბათ Java Jazz ფესტივალის. იმიტომ რომ ჯაკარტაში, ინდონეზიაში ეს არის ერთ-ერთი მოწინავე ფესტივალი ამ ჯაზ ფესტივალებს შორის, სადაც ძალიან დიდი პატივი იყო ჩვენთვის უხდაწილად იქ მონაწილეობა და ის შტაბ-ეჭდილებები იმ მუსიკოსებთან ერთად იქ ერთი კვირა ერთ სასტუმროში ყოფნა, საღამოს თავის ჯემს ეიშენებით და მთელი 1000 უბედურებით იყო ძალიან მაგარი გამოცდილება, გამოწვევაც, რა თქმა უნდა. და როცა ასეთ ფორუმზე შენ ქვეყანას წარმოადგენ, რა მაგას დიდი кайფი არ ამგონია რომ რამე იყოს. მუსიკოსები ახსენა, ეს არის ბობი მაკფერინი, ეს არის კრის ბოტი, ეს არის რიჩარდ ბონა და კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც ერთ სცენაზე ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ. ჩვენც ვიყავით მონაწილეები ამ დიდ მუსიკოსებთან ერთად და ამ მუსიკოსებთან როცა მთელი ცხოვრება მათ უსმენ და უცებ ლიფტის კარი იღება და ბობი მაკფერინი დგას წინ და შეხვიდე შენი ლუდის ბოთლით ხელში. რომელ ქვეყანაში გამღერეს ბისზე ყველაზე მეტი? მახსენდება ამ შემთხვევაში პირველი ჯანსუკახიძის დარბაზში, როცა ღონისძიების ბოლოს ძალიან ბევრჯერ გამოვიდი სცენაზე და ვიმღერეთ. ყველა კონცერტზე არის ესე რომ რაღაცნაირად ვიწევს ხოლმე რამდენჯერმე ერთი და იგივეს გამეორება ან თავიდან კონცერტის დაწყება მაგალითად. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია, სანამ ხუჩა კვარაცხელია მოვა ჩვენთან სტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსვამთ იმ კითხვას, რასაც ხუჩას ვკითხავდით. და ხუჩებო, როგორი წელი გინდათ გქონდეთ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე? ნაპოლიდან მინდა რომ წავიდე ეგრევე. აი ეგეთი წელი გინდა გქონდეთ. რაც შეიძლება მალე. მე სხვათა შორის ნამყოფი ვარ 13 იანვარს, როცა იყო იუვენტუსი ნაპოლის თამაში, ანსამბლ მართვესთან ერთად ჩავედი სტადიონზე ნეაპოლში და დავესწარით 70 ჩოხიანი კაცი ხუჩა კვარაცხელიას თამაშს. და მე ბურთი მოიპარა კიდე იქ. და ბურთი სამოვიღე კი ბატონო. რა არის ჯგუფი ირიაოს სამომავლო გეგმა? დღეს ვსაუბრობდით ზუსტად რომ კარგი იქნებოდა ამ პროგრამის ჩვენი განახლებული აქვს კონკრეტული პროგრამის ამ შემადგენლობასთან ერთად ჩაწერა, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ამბავი იქნებოდა, ასევე ჩვენ გია ყანჩელის სიცოცხლეშივე მოვამზადეთ კონცერტი. ეს არის გზავნილები ყანჩელს, რომლის ასეთი პირველი გამოსვლა ან კონცერტი რუსთაველის თეატრში შედგა ბატონი გიას სიცოცხლის ბოლო წლებში და ვფიქრობთ აი სწორედ აი ამ პროექტის ისევ აღდგენას იმიტომ რომ ყოველს მოენატრა გია ყანჩელი, მისი მუსიკა და საინტერესოა თან ირიაოსეული ჩვენი ბენდის ვარიანტებით შექმნილი არა, მე შობას სათქოდებით ეგ. კი ბატონო. შობას ვხვდებით ჩვენ ოჯახებში. ასტროლოგების თქმით, თუ გინდათ რომ 2025 წელს ბედნიერება გეწვიოთ, წლის დასაწყისში და შემდეგაც, აუცილებლად უნდა მოусმინოთ ჯგუფ ირიაოს შესრულებით აჭარულს. ათითითი ბროლის ღელის მინდა წყალში ჩახლართული აციავ ჩამოგივეზე ვუქიშმიში მაგივეზე ხანჯარაზე და მომდგარი ყავნაცნავი გადმოგეშალა ხოხდები მის დღებში არ მოხშორდები ვახაშელი ვაშლის ფერი სეთ შეკერი მოგეყარა
Აცნავი გადამოგეყარай მოხდები მოგოგდები ის დღემში არ მოგშორდები ვაშენი ვაშლის ფერის შეკერი მოგეყარай ანსამბლი მართვეს ხელმძღვანელი ხარ და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან მომავალ თაობას გადასცემთ ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული. და ერთი პატარა კითხვა მაქვს. ფეხბურთელების მსგავსად, თქვენთანაც ხომ არ ჩამოდიან იტალიიდან და აკვირდებიან ბავშვებს ნეაპოლში წასვლას? სხვადასხვა კი ჩამოდიან, იმიტომ რომ უცხოელი, ასე ვთქვათ, ზოგი ფესტივალის ხელმძღვანელი, ზოგი მუსიკოსი ან მენეჯერი ჩამოდის და აკვირდება ხოლმე, საერთოდ ბავშვებს არ ვატანთ. იმიტომ რომ ორი კაცი რო წავიდეს, იქ ვერ იმღერებენ და ამიტომ მთელ ანსამბლს უყურებენ ხოლმე და რა თქმა უნდა დავდივართ მოგზაურობებში აი ამ მიწვევებით და რეალურად ახლოს არის ახლა ეს კლუბური ფეხბურთთან დაკავშირებული ამბავი და ჩვენი წასვლა, იმიტომ რომ ყოველთვის ინტერესდებიან ადამიანები, ჩამოდიან, ისმენენ ქართულ ხალხურ სიმღერას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 23 კაცს ვერ წაიყვანენ. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი მაგარი თაობა მოდის და ასე მაგრად ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. და უფრო მეტად იცით რა მახარებს? აი ეს ბავშვები ჩვენთან რომ მოიყვანეს სტუმრად. მადლობა. მათაც ძალიან მიხარია. შობის დადგომამდე სულ მცირე დრო რჩება და ისე ხომ ვერ გაგიშვებთ, რომ მეოთხე სიმღერა არ გამღეროთ. და მაშ ასე, ჯგუფი ირიაოს შესრულებით სიმღერა სული.
ახლა პატარა თამაში მინდა შემოგთავაზოთ. მუსიკალური ქალაქობანა. როგორც ქალაქობანაში ერთმა რომ დაიწყოს სიმღერა, ფრაზა რომელიმე სიმღერიდან და მეორემ გააგრძელოს ბოლოს წინა ასოზე. პირველი ხმა შეიძლება დაიწყო. ირმების გადმოსახედო, კახეთო, ჩემო კახეთო და ამის წინა ასო რა გამოდის? გას თუ არ ჩავთulis, მაშინ გამოდის თ. თბილისო, მზის და ვარდების მხარეო, უშენო სიცოცხლეც არ მინდა, სად არის სხვაგან ახალი ვარაზი, სად არის აღარამთაც მინდა. დუზე ხო? დუზე? ოპა. კაი, დუზე? დუშეთო. დედი. ბასისტია, მაინც ბასისტია. ჩვენი სტუმრები იყვნენ მიშო ჯავახიშვილი, ბუბა მურგულია და ლუკა ქიტიაშვილი. ჩემი სტუმარია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი მართვა. Raul Jambier, Carlos Piruli, Damaringula, Kareka Khuri, Hassan Begura, Martwe Faustumrat Shouchi. Ormotsi tseli, am shvenebs enas, kartveli eri, gapaseb qvelas, ვეპატიჟებით მართვეს ხალხური სული სკნების სიმრავლე სათუთადუმლის ანსამბლი მართვე პატივისცემით მართვეს მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის. როგორ მოგეწონა თქვენზე სიმღერა? სასიამოვნო რა არის თქვენს საქმიანობაში? პირველ რიგში ჩვენი ქართული სიმღერების სიმღერა და ძველი ტრადიციების გაგრძელება, მაგრამ ასევე ისიც რომ Facebook-ის პოსტზე მინიმუმ 60 ლაიქი მეგობრებისგან. ახლა ყველასთან მაქვს კითხვა და ერთხმად რომ მიპასუხოთ. რომელ საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობთ? ესე ვერ შევთანხმდებით. აბა რომელ ქვეყანას გულშემატკივრობთ? საქართველოს გაუმარ? 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 სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. სანამ კვარა მოვა, ყველას უსვამთ იმ კითხვას, რასაც კვარას ვკითხავთ. ხოდა რა მაინტერესებს ახლა? რა გრძნობა იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ყველაზე კარგ ახალგაზრდა ფეხბურთელად დაგასახელეს? ეს ხოლმე ჩემი მიღწევა იყო, ეს იყო ჩემი გუნდის ნაპოლის დამსახურება, აგერ ჩემი ოსიმენი, დი ლორენზო, პოლიტანო დამეხმარა. რა გრძნობაა, როდესაც საკუთარი ვარსკვლავი გაქვთ? მე ამით ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ეს არა მარტო ჩემი, ეს ჩვენი და მართე ძველი თაობების დამსახურებაა. რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო სიმღერა? ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა მრავალჟამიერი. მაგალითად მე ყველაზე მეტად საახალწლო განწყობას მანიჭებს ალილო. ჩემთვის მერაია ქერის ქრისმასი არის ძალიან. მე
ვეთანხმები ბექას. ახალ წელს ყველაზე მეტად ვუხდება მრავალჟამიერი. დიდი მადლობა ჩემი სტუმარი იყო ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი მართვე. მადლობა მის ხელმძღვანელებს მიშო ჯავახიშვილს და ვალერი ქუტიძეს. ახლა კი გიტოვებთ სიმღერას მართვეს შესრულებით მრავალჟამიერი.